რა ხდება მართლა ჩვენს თავს ბატონი როხაძის არ იყოს იაგო ხვიჩიას მინდა ვკითხო რომელიც ჩვენთან არის სტუდიაში და ამ თემის შეფასებით დავიწყოთ საუბარი იმიტომ რომ უზარმაზარ პრობლემებზე ვილაპარაკობთ საუბარია მილიარდობით თანხის არასწორ განკარგვაზე მაშინ როდესაც გადაცემა დავიწყე ქონების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის სრულიად არაადეკვატური ასე ვთქვათ გადასახადი კი არაადეკვატური მაგრამ ზღვარია არაადეკვატური და შემდეგ ეს ფული სად მიდის და რას მხმარდება ეგ კიდე ცალკე თემაა. ნუ ამ რაღაციდან რომ დავიწყოთ ქონების გადასახადიდან ჩვენ გასულ წელს ამ დროს შეიძლება 2023-ში შეტანილი ქონდა ამასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება, ჩვენი მოსაზრება, უფრო მეცაც გეტყვით, ქართული ოცნებაც კი მუშაობდა თავის პროექტზე, მე მახსოვს, რომ ეს გადასახადი გაეუფლებია, იმიტომ რომ მას ხალხის წვალების გარდა სინამდვილეში ეფექტური შინაარსი არ გააჩნია, და ცოტა თანხაზეა საბოლოო ჯამში საუბარი. ბატონ რომან გოცირისეც ხომ საკმაოდ დასაბუთებული კანონპროექტი წარდგენილი, თითქოს რაღაც განხილვის მცდელობაც იყო, მაგრამ ვერ გაჩერდა ეს ყველაფერი. ხო და შემდეგ გაჩერდა ეს ყველაფერი და ახლა უბრალოდ ისე უადგილო დროს წამოიჭრა, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს თვითონ ხო არ არის ხელისუფლების მიერ ეს თემა სხვადასხვა თემების გადასაფარად, იმიტომ რომ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ მოვიდა რაღაცა დეკლარირების დრო. არაფერი არ შეცვლია. სინამდვილეში იყო, რომ უნდა შეცვლილიყო ეს ხო არის, ინფლაციის და ბევრი სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მაგრამ დროებით შევეშვათ ამას. ვერ შევეშვებით იმ გაგებით, რომ ფული რაც იკრიფება ამ ხალხის ჯიბებიდან ამოღებული სად მიდის, ამაზე საზოგადოების არა მარტო ბიზნესმენების რეაქცია კრიტიკული და მკაცრი ნორმალურიც არის და ასე უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება თქვენი აზრით სისტემაში, რასაც დღეს ქვია აი ქართული ოცნების ივანიშვილის ქვევით არსებული ეს სისტემა. მე ბევრი რამე არ ვიცი, ანუ შესაბამისად ბევრი ინფორმაცია არ მაქვს იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ვუშვებ, მაქვს უზარმაზარი დიაპაზონი, იქიდან რომ ყველაფერი დადგმული იყოს დაწყებული იქიდან და ხალხს გვართობდნენ, დამთავრებული იმითი, რომ, რა ვიცი, ვიღაცა მართლა ღალატობდა ბატონ ვიძინას და ამიტომ შიდა რეფორმებს ატარებს პარტიის. აი ეს ღალატში რას გულისხმობთ? ერთი შეიძლება იყოს იმაზე მეტი მიქონდა, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო მისთვის, მეორეა, რომ ამ წაღებული ფულით ეხმარებოდნენ ვიღაცებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგალითად ან ჯგუფებს და პოლიტიკური ღალატის შინაარსი შეიძლება ქონდეს მას? მე ვინაიდან ეს არ მინახავს პრაქტიკულად და არც მიგრძნ რომ ვინმესთან ეს ხალხი თანამშრომლობდა, ვიზიც იყო საუბარი. მე არ მგონია, რომ ეს იმ ტიპის ღალატი იყოს, რომ კაცი მოწინააღმდეგე ბანაკში გადახტა და მე დამიწყო ბრძოლა. ღალატის ალბათ ფორმულირება ალბათ უფრო კორუფციული შინაარსის არის გაგებით, რომ სათანადო ფული არ მოდიოდა იქ, სადაც უნდა მოსულიყო. ჩემი აზრით. ან როგორც გითხარით, მე დიდი დაშვება მაქვს, დიდი დიაპაზონი მაქვს დაშვების და იქიდან ვიწყებ, რომ საერთოდ ყველაფერი შეიძლება დადგმული იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ რავი, ახლა ასე ჭირდება, ვთქვათ, იმ კონცერტს, რა კონცერტსაც ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ ზოგადად ამ ქვეყნის პოლიტიკაში სამწუხაროდ. ამ კონცერტის ნაწილი არის განათლების რეფორმის აი ეს ხედვა, რომელიც წარმოადგინა კობახიძემ, ან თუნდაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივები, სადაც უკვე კონკრეტული პარტიები და ლიდერები მოინიშნა, თუმცა ძალიან ბუნდოვნად და ეს რეზინასავით გაწელვადი, თქვენ ახლა იურისტი ხართ ამავე დროს და ამ ხრივ კიდევ უფრო მეტად არის საინტერესო თქვენი აზრი, როგორც პოლიტიკური, ასევე კონსტიტუციური სამართლის თვალსაზრისითაც, ან რატომ აკეთებენ ამას, ან ფიქრობ თუ არა რომ ბოლომდე მიიყვანენ, იმიტომ რომ ესეთ დაპირებები ხშირად ისმოდა. მოდი დავიწყოთ იქიდან, ცხადია რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და გაუქმება ზოგადად ალბათ ყველაზე უკიდურესი ფორმა არის დემოკრატიასთან ბრძოლით, აი რაღაცა ტიპის დემოკრატიასთან ბრძოლის. თუმცა მე ისიც არ მინდა დაგვაუწყდეს, რომ ამ პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელისუფლებას მათი აკრძალვის, როგორ გითხათ, აი მორალური რესურსი ქონოდა. ეთქვა რომ იცი რა ესენი მაინც აი ნახეთ რასაც აკეთებენ, აი საერთოდ ურევენ არჩევნებს. ზოგი პარტია მონაწილეობდა ამ არჩევნებში, ზოგი არ მონაწილეობდა. მე თქვენ იცით ჩემი მოსაზრება მასთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს 4 ოქტომბერი და ზოგადად ეს ამბავი ქართული ოცნების ოფისია ჩემი მოსაზრებით დაგეგმილი, მაგრამ აღსრულება ხომ მოხდა და აღსრულება ხო ოპოზიციის მხრიდან მოხდა ამისი. რომ ფაქტობრივად შუაზე გაიხლიჩა ოპოზიცია, ნახევარმა მიიღო მონაწილეობა, ნახევარმა არ მიიღო მონაწილეობა და ამით მიეცა საშუალება ხელისუფლებას ეთქვა, რომ იცი რა ესენი მაინც არ მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში, მაინც სულ რაღაც დესტრუქციით არიან დაკავებული.
და გამოეყენებინა რაღაც სხვადასხვა პრეცედენტები პარტიათა აკრძალვის. მე არც ერთი არ მომწონს. ხო, ამიტომ იყენებენ ტერმინს თვით აკრძალვის. ხო, რომელსაც რა თქმა უნდა შინაარსი გამოცვლილი აქვს, მაგრამ არა, თვით აკრძალვას არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ სიტყვების მნიშვნელობას. უბრალოდ საზოგადოების თვალში, აქ საზოგადოებაზე ამბავი არის, რომ საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ შენ რასაც აკეთებ, ის საიდანღაც გამომდინარეობს. ხა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მარტო ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის. სამწუხაროდ ეს ყველა ქვეყანაში ხდება და მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ეს მე მომწონდეს. ანუ აი ფაშისტური პარტია რო ფაშისტური პარტია ისიც დებატებში უნდა დაამარცხო. სიტყვით უნდა დაამარცხო, თორემ მე ის ბრუნდება სხვადასხვა პარტიების სახით და ის იწვევს ისეთი ტიპის პრობლემებს, როგორც იყო საფრანგეთშიც გვინახავს ჩვენ ასეთი ტიპის პრობლემები, ავსტრიაშიც გვინახავს ასეთი ტიპის პრობლემები. სხვა ქვეყნებში არსებობს ასეთი ტიპის პრობლემები. თავად გერმანიაში ახლა. თავად გერმანიაში, ნუ მე მგონი ის რასაც დღეს საუბრობენ ის განსხვავებული ამბავია ცოტა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ განსხვავებულ აზრთან, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს აზრი, კანონებით დევნა და აკრძალვებით დევნა არის მიუღებელი. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს მიუხედავად იმისა, ეს გვაწყობს თუ არ გვაწყობს. მაგრამ მეორეს მხრივ მართლა რა ეთყობოდა იმ ხალხს, ვინც ამ ოპოზიციის სახელით ლაპარაკობდა. მე არ ვიძახი, რომ ნაცმოძრავის ყველა მომხრე, ყველა პოლიტიკოსი მოსყიდული ასე. რა ეთყობოდა იმ ხალხს, რომ პარტიის შენარჩუნება უნდათ, პარტიული ბრძოლა უნდათ, ან გაძლიერება უნდათ. ყველა ნაბიჯი 2024 წლის არჩევნებიდან განსაკუთრებით. ხო, გადადგმული სინამდვილეში იყო ისე, რომ ეს პარტიები გამქრალიყვნენ პოლიტიკური ველიდან. ეს ხო თვითონ გააკეთა, გვარამიანს ხო თვითონ გააკეთა მაგალითად. ნაცემას ხო თვითონ გააკეთა. თვითონ ხო გააქრნენ პოლიტიკური ველიდან. ნუ მათ აირჩიეს განსხვავებული ანუ მათ ჩათვალეს რომ საარჩევნო პოლიტიკური ბრძოლისა და კონკურენციის სივრცე ქვეყანაში აღარ დარჩა და დარჩა ზუსტად ის სტრატეგია რომელიც მას აირჩიეს. და რა სტრატეგია იყო ეს? და არაღიარების, არათანამშრომლობის სტრატეგია, რომელსაც მიყვებიან თანმიმდევრულად ის ნაწილი ყოველ შემთხვევაში პარტიების. უბრალოდ 60 დეპუტატი აკეთა მხარეს აი გახარიას და ნაწილობრივ ლელოს შემთხვევაში დღეს კობახიძე რო გამოვიდა უსმენთ ალბათ თქვა კიდეც რომ ეგ ჩამონათვალში ყავდა გახარიაცო, მაგრამ იმის გამო რომ პარლამენტში შევიდაო საბოტაჟის ბრალდება რადგან მოიხსნაო, ამიტომაცო პარტიულად არ აგზალავთო. მაგრამ თავად გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ნაწილი როგორც ფაქტორი შენარჩუნებული ყავთ დამოკლეს מחულებით მოგიდებული. ნუ ფაქტია რომ ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების, კონკურენტების განეიტრალების ისეთ ხერხებს და მეთოდებს მიმართონ, რომელიც ოდნავ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ გამოიყენება. აი, როგორ უნდა იმოქმედოს ამ პირობებში პოლიტიკურმა ოპოზიციამ ქვეყანაში? რთული შეკითხვაა, ბატონ გიორგი. იცით რა შეა საქმე? მე არსებულ სიტუაციაში, როგორც ახლა ხდება, როგორც აქვს ეს დაალაგებული ბიძინა ივანიშვილს, რომ რაღაცა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან რაღაცა ტიპის ორგითხრა დამოკიდებულება არსებობს. აგერ ნაცებს და ახლებს არ ვიცი ეს თავი თვითონ ქნეს, ანუ საკუთარი სისულელით ქნეს ეს თუ იმის გამო რომ შეთანხმებული იყო. მე დარწმუნებული ვარ ორივენაირი ხალხი იქნებოდა ამ ორივე პარტიაში. ძალით გაუქმებინა პარტია და 50 დეპუტატი აჩუქეს ქართულ ოცნებას. მედია სივრცე, რომელიც მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გაკრიტიკებთ კონკრეტულად, მაგრამ მედია სივრცე, სადაც უბრალოდ საღი აზრის გამცობა, დამუშავება ძალიან რთული და ფაქტობრივად წარმოუდგენელი საქმეა. ამ და თან მე რასაც ვაკვირდები, თუ როგორ არის თვითონ ქართული ოცნება დეტალურ მენეჯმენტში ჩართული. მე ზოგადად იმედი მაქვს დაკარგული, რომ სანამ ეს სიტუაცია არსებობს, სანამ ბიძინა ივანიშვილი ამ მონდომებით, ამ თამაშით, ამ პარტნიორებით, ვინც სხვადასხვა ადგილას ყავს, ასე თამაშობს, წარმოუდგენელია მისი დამარცხება ჩემი აზრით. ამიტომ მე ესე ვუყურებ, რომ ჩემი მთავარი ამოცანა ამ სიტუაციაში ვერ იქნება ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების გამოსწორება. მე ვერ დაუპირისპირდები იმ რესურსებს, რაც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ ჩვენ ეს ქვეყანა დავაზღვიო იმ მომენტისთვის, როდესაც ამ ბიძინა ივანიშვილს მობეზრდება ის, რასაც აკეთებს. ან სხვადასხვა ფაქტორის გამო, რა ვიცი, ასაკში შედის კაცი და ხვდებით, რომ რაღაცა ცუდად გახდა დაუშვათ. რაღაცა სხვა ისეთი გარემოება მოხდა. საერთაშორისო ფაქტორები. ნებისმიერი სხვადასხვა ფაქტორები, როდესაც ჩვენ ეს არსებული წესრიგი შეიძლება უსამართლო, მაგრამ არსებული წესრიგი, რომელიც რაღაცას ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას უკავია, მოიშლება. რა ხდება იმ დროს? ჩვენ ხო ამაზე არავის არ გვიფიქრია. რა ხდება იმ დროს, აი მაგალითად 2020 წელს ეს რომ მომხდარიყო, ხვალ რო ეს მოხდეს, ჩვენ ხო გამზადებული პასუხი არ გვაქვს. აი ეს ამდენი ბოღმა დაგროვილი ქართულ საზოგადოებაში, ამდენი დაპირისპირება, ამდენი ლანძღვაგინება ერთმანეთთან, უკვალოდ ხო არ ჩაივლის. ხო და მე მინდა რომ ვინაიდან ხედავ რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი
ვირტუოზულად თამაშობს თავის პარტიას, მას ფაქტობრივად ეს დანარჩენი ხალხი ან სისულელით, ან შეთანხმებით ექვემდებარებიან და ზოგადად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არასოდეს უკეთესი იდეა არ გაჩნდეს. ჩემი ამოცანა ხდება ის, რომ შემდეგ არჩევნებამდე საზოგადოებას ვაჩვენო, როგორ წარმომიდგენია ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. არა ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან, რაც არის გაჩაღებული და ვერაზროს ვერ გაიგებ, ვინ არის ნამდვილი მებრძოლი და ვინ არის ფეიქ მებრძოლი. აი ამ რაღაცა გიჟობაში შესვლის ნაცვლად მე მინდა რომ რაღაცნაირად ქართულ ხალხს წარმოვადგენინო, რომ აი ეს რომ მოგბეზდებათ ხალხო, აი არსებული რაც არის. რაღაც სხვა მიზეზების გამო, ან თქვენ ხალხს, ან ბიძინა ივანიშვილს, ან კიდე სხვა რაღაცა შეიცვლება, მინდა რომ არსებობდეს გეგმა, როგორ შეიძლება ქართველებმა, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ვიცხოვრეთ ქრისტიანულად, არ ვიცხოვრეთ მორალურად, ერთმანეთთან ვიტყუებოდით, საჯარო სივრცეში ტყუილი იყო ჩვეულებრივი ამბავი. აი ეს რაღაცა ისტორია რო გვაქვს, იქნება რაღაცნაირად მოვიფიქროთ, რომ როგორ გამოუძვრეთ საკუთარი წარსულიდან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოდვილი პოლიტიკური წარსული გვაქვს და მე მეშინია რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. მათ შორის დღესაც ცოდვებს ჩავდივართ პოლიტიკურს და მინდა რომ რაღაცნაირად არსებობდეს გეგმა, რომ აი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ჩვენ გვინდა ასეთი საქართველო. სადაც ასე იქნება ხელისუფლება გადანაწილებული, კი არ დავიწყებ დევნას და დაჭერას ერთმანეთს და ასე შემდეგ. არამედ, აი მოდით გადავხედავთ კრიტიკულად საკუთარ წარსულს და ვიფიქრებთ იმას, რომ კიდევ შემდეგი მართლობა არ შემცვალოთ ახალი ერთპიროვნული მართველით, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი, ეს ყველაზე შეჩვეული ერთპიროვნული მართველია ბატონ ბიძინა და მე არა ვარ თანახმა ის შეიცვალოს რომელიმე სხვა ერთპიროვნული მართველით. მე მინდა ის სისტემურად შეიცვალოს. არა, დღეს ვერ ხედავ ამის. არა, მე დღეს ვერ ხედავ ამის. ივანიშვილის მოსვლასაც ამ რესურს თავის წინაპირობები ჰქონდა. ხა საქართველოში არც ამ მასშტაბის ფინანსური რესურსები არსებობს, არც იმ ტიპის ასე ვთქვათ რეპუტაციულად პოზიტიურად დამუშავებული პერსონა, ხო? ნუ ივანიშვილი არ იყო მარტო სოციალური მოლოდინების ფაქტორი, არამედ იყო იმ მომენტისთვის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქველმოქმედი, სამების აღმშენებელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან არ გაკარებული ადამიანი, რომ აი ეს იმიტომ მოდის, რომ ქვეყანას მოუტანოს მეტი დემოკრატია, მეტი სტაბილურობა, მეტი სიმშვიდე, ეკონომიკურად აღორძინოს, მეტი სოციალური სარგებელი მოუტანოს. ასეთი ფიგურა ბუნებაში აღარ არსებობს საქართველოში ყოველ შემთხვევაში. მაგრამ თქვენ მაინც ხედავთ საფრთხეს, რომ შეიძლება კვლავ ერთმართველური ალტერნატივა კი არის, ისევ ერთმართველობა ჩაენაცვლოს ივანიშვილის მმართველობას. ეს 100%-იანი ასე მოხდება, თუ ჩვენ მართლა არ წარმოვიდგენთ და არ შევთანხმდებით რაღაცაზე. საზოგადოება, მე უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული და იმედი მაქვს დაკარგული, რომ ჩვენ პოლიტიკური სპექტრი დღევანდელი რაც არის ის რამეზე შეთანხმდება, მაგრამ არ გამოურიცხავ, რომ საზოგადოების თავში თვითონ დაილიქოს იდეა. საზოგადოებამ თვითონ უკარნახოს პოლიტიკოსებს იდეა, თუ რა უნდა მათ, როგორი ქვეყანა უნდათ და ნახოს ის რომ რაღაცაში ცხოვრება მობეზრდა. ეს უბრალოდ ხდება საზოგადოებას ერთ და იგივე სულ ბეზრდება. ჩვენ ახლა საერთოდ არა ვართ დაცული იმ პერიოდისთვის, აი პოსტ ბიძინური ეპოქისთვის დაცული არ ვართ. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკაში მოძრაობს, ჩვენს გარდა ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მზად არის თვითონ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვითონ აღმოჩნდეს ამ ვერტიკალის სათავეში. ჩვენ კიდე არ გაგვაჩნია იდეა, როგორ ვაბალანსებთ ამ ვიღაცას, ვისაც შემთხვევით, არ ვიცი რის გამო. ეს ძალაუფლება კონცენტრირებული და კიდევ უფრო მეტად კონცენტრაცია ხდება, ხო? ქართული ოცნების პირობებში ამ ძალაუფლების. ვიღაცას ხელში ჩაუვარდება. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ანუ ვინაიდან ხედავ რომ მაგ ძალიან ცოტა რესურსები ჩემს მოწინააღმდეგეს უზარმაზარი რესურსი აქვს, მას შეუძლია სხვადასხვა სახიობების მეშვეობით სრულად გაბლაროს პოლიტიკური პროცესი. საერთოდ ხალხს თავზე აუბნიოს, ხალხმა ვერასდროს ვერ გაიგოს რა არის ტყუილი, რა არის მართალი. მე არ მინდა ამაში შესვლა, მე არ მინდა ჩემი ერთი ცხოვრების ამაში დახარჯვა, ამ სიგიჟეში. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს უცბად რაღაცა მოხდეს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ამ ქვეყანაში, რა ვშვებით? ვინ არის უფროსი? აი უცბად. ხო გასაგებია რომ ქართული ოცნების ეს ვერტიკალი ჩამოიშლება. ახალი რა მოდის და ანუ ეს არის თუ არა გარანტირებული ქაოსი. თუ რამე მექანიზმი არსებობს რომ ქაოსი არ მოხდეს. ხო და მე მინდა რომ არსებობდეს რამე მექანიზმი რომ ქაოსი არ მოხდეს, თან ისეთი იყოს ეს მექანიზმი, რომ აი თავად ბიძინა ივანიშვილზეც იმუშაოს. ანუ მას რო დაემუქროს, საფრთხე ისიც რო დაიცვას. იმიტომ რომ სხვანაირად, აი სხვა არაფრის ამჯერა. თუ ჩვენ არ მოვიფიქრებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელიდან ხელისუფლების გავარდნის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ მას მობეზრდა ეს, ან მილიონი სხვადასხვა თემა არსებობს. ხა პინოჩეტის მობეზრდა ბოლოს და ბოლოს, ან იმას გაუვარდა სხვადასხვანაირად ხელისუფლება ხელიდან. თვითონ დაიცვას.
თუ ამ ახალმა სქემამ თავად ბიძინა ივანიშვილის დაცვა ვერ შეძლო, ის ვერც მე ვერ დავიცავს, ვერც თქვენ ვერ დაგიცავთ. ვერავის ვერ დაიცავს იმ ახალი მოსული ერთპიროვნული მმართველისგან, რომელიც შეიძლება შემთხვევით მოვიდეს, იმიტომ რომ კოკა სულ წყალს არ ატარებს. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რასაც უყურებ, როგორც ქართული ოცნება თამაშობს, რა რესურსებიც მას აქვს და რა ან სულელი ან მოსყიდული მოწინააღმდეგეებიც მას ყავს, მე ვერ ხედავ რესურსს, რომ რაღაცა გადამწყვეტ ბრძოლაში რუსთაველზე მათი დამარცხება არის შესაძლებელი. ამის რესურსს სამწუხაროდ ვერ ხედავ. ან საბედნიეროდ არ ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ არ მინდა გამოსავლის გარეშე ეგეთი ტიპის სვლება მოხდეს, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ტრეზე წავიდეთ. რამდენად სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებთ ივანიშვილის მემკვიდრეობის რუსეთიდან მართვის პერსპექტივას. რაც ეხლა თქვენ საუბრობთ, ძირთადად მაინც ქვეყნის შიგნით ავტორიტარული მიდრეკილებების მოთოკვას უკავშირდება და მეტნაკლებად შიდა პოლიტიკური ბალანსის, საზოგადოების განწყობის, სხვადასხვა ინსტიტუტების მეტნაკლებად კარგი ან ცუდი ფუნქციონირების ბალანსიდან შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ თუ ამ ყველაფრის უკან რაც საქართველოში ხდება და ამის ძალიან ბევრი ნიშანია დგას მოსკოვი თავისი ინტერესებით რეგიონში საკმაოდ მორყეული პოზიციებით, რომლის ფონზეც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში სანამ ის უკრაინაში მნიშვნელოვნად დაზიანდება, რომ რესურსები შეუმცირდეს, პირიქით საქართველოს წონა მისთვის მატულობს და შესაბამისად მისი რესურსის ხარჯვის ალბათობაც. თუ ეს ასე ხდება, ამ თქვენს ინიციატივებს ან ალტერნატიული უკეთესი საქართველოს მართვის მოდელზე ფიქრს რამდენად აიქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა? არ ველოდები რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამას მანამ სანამ ქართველი ხალხი ყობახიძეს თუ ტოვებს დაუშვათ, ეხლა რაც ხდება, კონცენტრირება ხდება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ქვეშ, მაგრამ აი ყობახიძის ვერტიკალი გაიმართა, დავარქვათ ასე რა. ანუ შეიძლება მიდიოდეს რაღაცა ოპერაცია ამ დაშვებით, რომ ივანიშვილი დროთა განმავლობაში შეიძლება კი გაიწიოს, მაგრამ ყობახიძე ამ სისტემით დარჩეს. მე ამჯერა რომ ყობახიძეს ივანიშვილის გარეშე დარჩენა შეუძლია. მოდი ასე დავიწყოთ. ჩემთვის ეს ვერტიკალი, წინა ვერტიკალიც, ახლანდელი ვერტიკალიც ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილის ვერტიკალია. არც ერთ ქართული ოცნების მთავრობას დამოუკიდებლად ივანიშვილის გარეშე, ჩემი აზრით, არსებობა არ შეეძლო. არც შეუძლია არსებობა. და ეს რაღაცნაირად, ანუ როგორ გითხრათ, როგორც კი ეს მოხდება, ეს ხო ისე არ მოხდება, ხო არ მოვა ვიღაცა და აბა ბიჭებო, ვის გადაგაბაროთ ხელისუფლება. ამას ხო არავინ არ იტყვის. შესაბამისად ეს რაღაც პროცესების შედეგად მოხდება, ხო? და უცბად ამ პროცესების შედეგად ჩვენ შეიძლება საგიჟეთი მივიღოთ თუ არ ვიცით ელემენტარულ მორალზე თუ არა ვარ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაერთიანებს, როგორ გითხრათ, აი ღრმად შინაარსიანი ქრისტიანული ფასეულობები, იმიტომ რომ ეს გავიდა რაღაცნაირად პოლიტიკური სპექტრი ამაზე არ მსჯელობს ზოგადად და პირიქით გამიჯრულია საერთოდ ამ პროცესიდან. რაღაცა ჰუმანიზმის და კაცმოყვარეობის რამე განსაკუთრებულ გამოვლენებასაც და გამწყინებასაც ვერ ხედავ. შეთანხმებული არაფერზე არ ვართ, რომ რა გავაკეთოთ და როგორც კი შეთანხმებული არაფერზე არ ხარ. როგორც კი საჯარო პირობები არ არსებობს, ეგრევე იწყება ჯუნგლის კანონით მოქმედება. ჯუნგლის კანონით მოქმედება მე არ მაწყობს, არც მინდა ჯუნგლის კანონით მოქმედება და ამიტომაც არ მომწონს ქართული ოცნება, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში ჯუნგლის კანონამდე მივიდეს. მე კიდევ ეს არ მინდა, მე მინდა რომ არსებობდეს რაღაც თვალსაზრისი და რაღაცა წერტილი არსებობდეს, სადაც ჩვენ ყველანი რაღაცაზე ვთანხმდებით და რაღაცას არ ჩავიდენთ. ხო და ჯერჯერობით ამის გარანტიები არ არსებობს. ამიტომ მე იმ სიტუაციას, რაშიც ჩვენ ვიყოფებით, უყურებ ასე, რომ მოდით არსებულს ვერ შევცვლით, არსებულ რეალობაში მით უმეტეს იმ რესურსებით, იმ ჭკუით, რომელიც ოპოზიციის მხარეს არის და იმ ჭკუით, რომელიც ივანიშვილის მხარეს არის, შეუსაბამოდ დიდი რესურსებია, ჩემი აზრით. ამიტომ მოდი იქნება მივხვდეთ იმას, რომ აი ბრძოლისკენ კი არ მივმართოთ ეს რესურსი. მოდი მივმართოთ იმისკენ, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება მომავალში, როდესაც აი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ასეთი აღარ იქნება. თორემ ჩვენ თუ ამაზე მომზადებელი მივედით, ჩემი აზრით ეს მარტივად არ დამთავრდება და მიუხედავად იმისა, ვიღაცამ შეიძლება გული მოიფხანოს, აქ საბოლოო ჯამში იმითი რომ ქონების თავიდან გადანაწილება მოხდეს, შურიზიების პროცესები თავიდან მოხდეს, იქ ვიღაცის დაჭერები, იქ დაბარებები, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ რა ვერ გადაიბარებს ახალმოსული მთავრობა ამ სასამართლოს, ვერ გადაიბარა წინამ, ვერ გადაიბარებს პროკურატურას, ვერ გადაიბარა წინამ, ვერ გადაიბარებს სპეცსამსახურებს, წინამ ვერ გადაიბარა. ანუ სანამ ჩვენ ასეთი მექანიზმებით მოძრაობთ, მანამდე სულ რისკის ქვეშ ვართ. რისკია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდიც უფრო და უფრო მეტი რისკი იმატებს, იმიტომ რომ როცა ადამიანი დიდი ხანი რჩება ხელისუფლებაში, უფრო და მეტი აქვს
დასაკარგი და უფრო მეტად აქვს ძალაუფლებაც კონცენტრირებული, მაგრამ მეორეს მხრივ საზოგადოება, რომელიც არ ფიქრობს ასეთ ძიმე დროს გამოსავალზე, რომ უცბად რომ მართლა ჩვენ ზემოთ რომ არაფერი არ იყოს, აი არ იყოს პოლიტიკურ აბსოლუტას, პოლიტიკურ სპექტრს დაყურებს ბიძინა ივანიშვილის რაღაცა გადაადგილებს აკეთებს. მისი პასუხისმგებლობაა მათ შორის ქვეყანაში არსებული სტაბილურობა, იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ ასეთი წესრიგი, როცა შენ ყველანაირ ფუნქციას შენ თავზე იღებ და არაძლევ ინსტიტუციებს, სხვადასხვა ადამიანებს დელეგირების საშუალება სხვადასხვა ტიპის ფუნქციების, ან აძლევ ძალიან მინიმალურ დონეზე ხომ დარწმუნებული ვარ, კობახიძესაც, დინარაძესა და კიდე რამდენიმე ადამიანს დიდი ფუნქციები აქვს დელეგირებული, მაგრამ შენ თუ ამას ინსტიტუციების დონეზე დაბლა არ შლი, სადაც არ არსებობს ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ელაპარაკებიან და ასე ლაგდებიან ერთმანეთში. ეს არის საბოლოო ჯამში ბომბი ჩადებული საძირკველში, რომელიც როდის აფეთქდება არ ვიცით და მე მინდა რომ ამ ბომბის აფეთქება დავააზღვიო, იმიტომ რომ არსებულ რეალობას ვერ ვცვლი ჩემი მწირი რესურსების გამო.